თლიანად ბრაჰმანიზმის იდეოლოგია. Dharma Sutra-იც იგივე, Dharma Sutra-მ შემთხვევაში ძაფია, რაც ნიშნავს რეალურად გზამბებს. ანუ Dharma-ის კრებულები, პირდაპირ. რეციპროკული განაწილება და გარიტარიზმი. ბელადის ფუნქცია, რეციპროკული განაწილება ეკვივალენტური, ანუ ყველაფერს ანაწილებდნენ იმის მიხედვით, ვის რამდენი ჭირდებოდა და შესაბამისად რამდენი იყო განსაზღვრული. ვინ რამდენს მოიხმარდა, ვის რამდენი ჭირდებოდა. ბელადი აკეთებდა, ბელადი ჯერ მონაწილეობს წარმოებულ შრომაში და მიღებული შედეგი ნაალაფარი იქნება დოვლათი ნებისმიერი, როდესაც მიიღებდა შრომის შედეგად, ბელადის მონაწილეობა ჯერჯერობით ამ შრომაში აუცილებელია, ის ნაწილდებოდა ეკვივალენტურად შესაბამისად, ვისაც რამდენი ჭირდებოდა და ვისაც რამდენი უნდა მიეღო. ამის გათვალისწინებდა მეორე გარიტარიზმი, ანუ თანასწორობა, ეკონომიკური თანასწორობა, რაც ახასიათებდა ადრეულ ეტაპს კაცობრიობის განვითარებისა, ეს რეციპროკულ განაწილებამდე გარიტარიზმი უქონლობის პირობებში, ზოგადად უქონლობის პირობებში ყველაფერი აბსოლუტურად თანაბრად ნაწილდებოდა, რომ ადამიანები ელემენტარულად გადარჩენილიყვნენ. ეს იყო გადარჩენის პრინციპიდან გამომდინარე. სერვერის მონობის ცნება რა არის მონა, რომ კლასიკური მონობა ძველ რომში, ზოგადად კლასიკურ ანტიკურ სამყაროში კლასიკური მონობა, მოლაპარაკე ნივთია, მონობის წარმოშობა სამართლის სისტემების მიხედვით, ცივილიზაცია, ინსტრუმენტო ვოკალი, კი ბატონო, მონა ინსტრუმენტო ვოკალი, შესაბამისად კლასიკური მონობა, მონა ნივთია, მოლაპარაკე ნივთია, თქო ინსტრუმენტო ვოკალი, მე სამართლის სისტემების მიხედვით, ცივილურ სამართალში მონობა ზოგადი წესით მონათ ანებადებიან, ამბების შემდეგ ხდებიან, თუ იუსტინიანეს გავახსენებ, ცივილური სამართლით მონობის წყაროებია პირველი მონათ სიკვდილ მიჯის მონობით მოცული, მეორე აუცილებლად მონა ის არის, ვინც ვერ გაივლის ცენს და ცენს თუ ვერ გაივლის პირი მონათ იქცევა, თუ 20 წლამდე ასაკის პირი საკუთარ თავს გაყიდის მონად შემოსავლის სარგებლის მიღების სანაცვლოდ ბოლომდე ენარჩუნებს მონის სტატუსს არ იცვლება და შესაბამისად ხალხის სამართლით ამ იუსგენციუმით მონად შობილი და მონად დატყვევებული. მონობიდან გააზრდების 4 გზა, პირველი ეგრეთ წოდებული კოერთხით ამ კვაზი სასამართლო პროცესით გააზრდება, მეორე ცენზის ანუ აქ ცენზის შეშუა შეიყვანა მონაა და ცენზის თუ შეიყვანა, მაშინ გააზრდებულია, მესამე მეგობრების წრეში გააზრდება, ხუთი მეგობარი რომ შედება აქედან ისინი არ მხოლოდ მონობის გაუქმების ან მონობიდან გათავისუფლების გარანტები არიან, არამედ მონის უფლებების გამწვევიც არიან და საკუთარ თავზე იღებენ აი ძალიან დიდ მისიას და მეოთხე არის მონობის გაუქმება ანდერძის საფუძველზე. ეს მონობის რა არის მონა, რას ნიშნავს, ადამიანია, მაგრამ რეალურად რა არის, ხო, სამართლის სუბიექტი არც იუსცივილიტია და არც იუსგენციუმი, თუმცა იუსგენციუმის მოვლენაა. როგორც ინსტიტუტი, იუსგენციუმის ანუ ხალხის სამართლის არის ცივილურ სამართალს არ მოუგონია, ზოგადად საკაცობრიოა. ხო, ვინ არიან პელეგრინები, უცხოელები რომში? ვინ არიან ჩამოსახლებული არიან რომში, ვინ იცავს მათ უფლებებს? ეგრეთ წოდებული ჯერ პრეტორ ურბანუსი, მერე პრეტორ პერიგრინუსი, რა უფლებებით არიან აღჭურვილი უპირველეს ყოვლისა იუს კომერციით, ანუ აღებიცემობაში ჩართვის უფლებით, რა მოვალეობა აქვს ჯარში მსახური გადასახადების გადახდა, მათი მოთხოვნები არაკანონიერი, მაგრამ სამართლიანია, საკუთარ რომში ჩამოსახლების უფლება აქვს, გარდა იუს კომერციისა, იუს მიგრანტზე და ამავდროულად თუ თავის რეგიონში სადაც ცხოვრობენ, არჩეული იქნებიან თანამდებობაზე, რომში აქვთ პირობა ერთ-ერთი წინა პირობაა, რომ შეიძლება რომის მოქალაქეობა მიიღონ, ამ ეგრეთ წოდებული იუს სუფრაგიი, მაგრამ რა არა აქვს რომის მოქალაქესთან ხორციელებაში შეხვდების უფლება, კანონიერი უფლება ეს არ ექნება. ეს არის. და ჯატი და ნომარქები, ვინ არის ჯატი? ძველ ეგვიპტეში შუა სამეფოს ხანიდან ილი პატი პრინცი, რომელიც არის რეალურად პირველი ვაზირი, რეალურად ის არის სახელმწიფოს მმართველი, რეალურად ფორმალურად ამას რა თქმა უნდა ფარაონია ხორციელებს, მაგრამ რეალურად მთელი ძალაუფლება ჯატი ჩატის, ორი ტრანსკრიფცია, ზოგადად ჯატი წერია, ზოგადად ჩატი წერია. მას ბატონო? იგივეა, აბსოლუტურად იგივეა, უბრალოდ ტრანსკრიფციაში განსხვავება და შესაბამისად მთელი ძალაუფლება რეალურად ჯატის ხელშია. ვინ არიან ნომარქები? ტერიტორიული ერთეულების ნომების მეთაურები, რომლებსაც თანამდებობაზეც უკვე ჯატი ნიშნავს და მის წინაშე არიან ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მთელი თავის საქმიანობის თაობაზე. ყველაფერი რაც უნდა შევიდეს ფარაონთან, უნდა შევიდეს ჯატის გავლით, ჯერ ჯატისთან შედის, მერე ფარაონთან შედის. ჰილოთია, მეექვსე საკითხი, მეექვსე ტერმინი ჰილოთია, ეს არის სპეციფიკური ფორმა ურთიერთობებზე, რომელიც ჩამოყალიბდა აკადემიაში და ეს არის მოდი ვთქვათ, ჩაბმული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, დაახლოებით 200,000 კაცი
ეს არა კლასიკური მონობა, ეს არის გარდამავალი პერიოდი მონობიდან მანქრახობამდე. შესაბამისად ისინი მსუბუქად შეერაგებული ჯარისკაცები არიან, წარმოადგენს რომ სწორედ ისინი ახორციელებენ და მათ მიმართ ყოველწლიურად ეწყობოდა ხოლმე ეგრეთ წოდებული ძალიან მძიმე სასჯელი, რომელიც გულისხმობდა მათ ფიზიკურ განადგურებას, ყველა აბსოლუტურად მოდის პრევენციის სახით დადგენილი, ხომ ასეა. ეგრეთ წოდებული კრისპირები რაც იყო ძალიან მძიმე და შესაბამისად ამ ადამიანების მაქსიმალურ განადგურებას გულისხმობდა. ეს აკრაკერები კლასიკური მონობა არ არის. მოლა აქ სერვისგან განსხვავებით ეს არ არის მოლაპარაკე ნივთი, ხომ ასეა. და იუსტირია ექსკლუზიურად რომის მოქალაქეებისთვის დადგენილი ეროვნული სამართლის სისტემა ძირითადად კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგ. მისი სუბიექტები მხოლოდ რომის მოქალაქეები არიან, ძირითადად სამართო ურთიერთობის ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საკუთრების უფლებას და რომაულ ქორწინებაში შესვლის უფლებას აწესებდა. ვრცელდებოდა ეგრეთ წოდებული რეს მანციპის მიმართ, ანუ მანციპირებადი ნივთები მისი ობიექტები იყო. სუბიექტები მხოლოდ რომის მოქალაქეები. გავიგეთ? აველუმები და ნუმერები ტერმინი. აველუმები და მუშკელო. აველუმები არიან სასოფლო თემში სრულუფლებიანი მიწის ფლობელი, რომელიც ამავდროულად სარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაიდენენ სამართალ დარღვევას და ეგრეთ წოდებული ტალიონის პრინციპი. ხო, ანუ თანასწორობიდან გამომდინარე. ეს არის საგვარეულო არისტოკრატია აკადემიებისა, რომლებიც ექსპანსიის შემდეგ გახდნენ უკვე სასოფლო თემში სრულუფლებიანი მიწის ფლობელნი. მეორე კატეგორია მუშკელო, ეს არის ძველ შუმერული საგვარეულო არისტოკრატია, რომელიც აკადემიების გაბატონების შემდეგ ხდება მსახურული არისტოკრატია და შესაბამისად სასოფლო თემში არ გააჩნიათ მიწის ფლობელობის უფლება, თუმცა სამსახურის სანაცვლოდ, რომელიც არის ან სამხედრო ან სამოქალაქო, იღებენ ინკომ კორებას. შეიძლება ინკომ კორებას ესენი არიან, მოდი ასე ვთქვათ, ხო, გუნდიდან ამოღებულია, სამოქალაქო გუნდიდან ამოღებულია და ესენი არიან ეგრეთ წოდებული მსახურული არისტოკრატია. შემდეგ ხამხარი და შამალუმა. ხამურამის კანონით ისე როგორც აველუმები, ისე მუშკელო. ხამურამის კანონით ხამხარი არის დიდ ვაჭარი, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აგენტი, რომელსაც უფლება აქვს აწარმოოს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები, მოაწყოს ეგრეთ წოდებული დიდი ექსპედიციები სავაჭრო, თუმცა სახელმწიფო მას ავალებს ტყვედ ჩავარდნილი ბაბილონელი ჯარისკაცის გამოსყიდვას და სამშობლოში დაბრუნებას. მისი თანაშემწე არის შამალუმა, რომელთანაც იზრდებს ეგრეთ წოდებულ ამხანაგურის ხელშეკრულებას, აძლევს სიკეთეს და უშვებს როგორც თავის წარმომადგენელს ამ სავაჭრო ექსპედიციებში, ერთმანეთის მიმართ დაკავშირებული არიან კომპოზიციის პრინციპით, ანუ თუ რომელიმე დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეპოქა. გავიგეთ? და შემდეგ მეათე საკითხი. ართაშასტრა და მანუსმრიტი. ართაშასტრა პოლიტიკურ სამართლებრივი ტრაქტატი ძველი ინდოეთიდან, რომელშიც არის ჩამოყალიბებული სახელმწიფოს მოწყობის და სახელმწიფო მექანიზმის ფუნქციონირების ყველაზე მთავარი საკითხები. ეფუძნება მოძღვრებას სამი ბედას შესახებ. პირველი ბედა ფილოსოფია, მეორე ბედა ეკონომიკური სარგებელი, მესამე და სახელმწიფოს ხელისუფლების განხორციელება, მმართველობის სისტემის დამკვირვებლად კანონმდებლობის განხორციელება, საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება. რაც შეეხება მამუსს, ეს არის მამუს კანონები, ძირითადად რელიგიო-ეთიკური კრებული, რომელიც ინდოეთიდან არის წამოსული, ბრაჰმანისტური იდეოლოგიის საფუძველზე შექმნილი, შედგება ხო თქვი, ანუ პირველი ეგრეთ წოდებული შლოკები 6285 შლოკისგან შემდგარი, თითოეული შლოკი 12 თავია, 6285 შლოკი, თითოეული შლოკები დამაგებულია რუბრიკების მიხედვით, ყველაზე მთავარი რუბრიკებია პირველი, მესამე, მერვე, მეცხრე და მე-11 რუბრიკა. ოკეი, წავიდა. ჰიპომეიონები და ხანმოსტები. ჰიპომეიონები არიან ლაკედემონში მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც პირველი ამოვარდნილი ოჯახიც ვერ მიიღეს, მემკვიდრეობაც ვერ მიიღეს, იმიტომ რომ უმცროსი ვაჟები არიან, ვერ თვითონ არაფერი მოიპოვეს და შესაბამისად ფსკერზე დაშვებულებიო. ისინი გამოირიცხეს სისიტოსობიდან, ანუ საერთოდ ტრაპეში სისიტიებში აღარ იღებენ მონაწილეობას და შესაბამისად ვერც ეგრეთ წოდებულ 300 მხედრის ჯარში იღებენ, ანუ 300 ჯარისკაც ყველაზე ერთგულებს 300 მხედრის ჯარში იღებენ მონაწილეობას. მათ ზედამხედველობას ისე როგორც პერიეკებზე, ანუ ეგრეთ წოდებულ უცხოელებზე, რომლებიც არიან აკადემიაში ჩამოსახლებული, ზედამხედველობას ახორციელებენ არმოსტები, სპეციალური თანამდებობის პირები. მათზე ზედამხედველობას ახორციელებენ. და წავედით სენატის კონსულტუმი. ის რაც ბრძანებდა დაადგინა რომის სენატმა, მას იღებენ ხალხის მონაწილეობის გარეშე, ამიტომ ამბობენ, რომ მას არ ჰქონდა კანონის სწავლა. როდესაც არ ჰქონდა ქრისტეშობის მეორე საუკუნემდე. ქრისტეშობის მეორე საუკუნემდე.
რატომ შეიძინა? იმიტომ რომ შეიქმნა დუალიზმი, ერთი მხრივ პრინციპი, მეორე მხრივ სენატი და ორივე ერთად ხელისუფლების პირობებში, ძალაუფლების განხორციელების პირობებში სენატის კონსულტუმი საავადმყოფო ძალას იძენს და უტოლდება კანონს. რადგან ეს არის უკვე იმპერიის პერიოდი და არა რესპუბლიკური მმართველობა. თუმცა რესპუბლიკური ორგანოებით მაინც შევიდულ შეთავაზებული იმპერიული მმართველობის ეპოქაა. და ფაძას ყოლა, რა არის ფაძა? ლეგიზმი. ანუ ის აუცილებელი 4 პრინციპი, რაც არის ლეგიზმისთვის დადგენილი. კონფუციანელების საპირისპირო ძალიან მკაცრი იდეოლოგია, რომელიც ეკუთვნება არა მხოლოდ მკაცრ კანონებს, არამედ ძალზე მკაცრ სასჯელის სისტემას და პირველი ეკონომიკური ბერკეტი, ანუ ჩარევა ეკონომიკურ საქმეში განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, მეორე კანონისტიანი შეთანხმება, ანუ აბსოლუტურად არ მაინტერესებს ვინ იყავი, მაინტერესებს დღეს ვინ ხარ, პრიორიტეტები, რომელი მიმართულებაც საინტერესოა ის უნდა გავიაროთ, ის მიმართულება უნდა დავტოვოთ, დანარჩენებზე უარი უნდა ვთქვათ და მთავარია ძალიან მკაცრი სისტემა თანაგელი განათლების მიღებასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ გახდეთ სამომავლოდ მანდარინები. შევთავაზეთ კონფუციანელობის საპირისპირო, უფრო მეტად ეს არის საერთო ხასიათის. ლეგიზმი ამ მეკანიზმებს ყოლა და ფაძე ერთი და იგივეა. დოკიმასია და ოსტრაკიზმი, ანუ მე-14 საუკუნეში. რა არის დოკიმასია? სპეციალური პროცედურა, რომელსაც გადიოდა ათენში თანამდებობაზე ასარჩევი პირი, რათა არ მოხდარიყო არაკეთილსაიმედო პირის თანამდებობაზე გამწესება, კეთილსაიმედოობის შემოწმების თვალსაზრისით. ოსტრაკიზმი ეს არის კრესტიანის რეფორმებით აღებული შემოღებული, დოკიმასიაც და ოსტრაკიზმი ეს არის თიხის დაფების სასამართლო, ანუ ამით პირდაპირ ათენის მოქალაქეებს ჰქონდა უფლება თიხის დაფებზე დაეტანა იმ პირის სახელი და გვარი, ვინც დაექვემდებარებოდა მინიმუმ 10 წლით ათენიდან გაწევებას, რადგან ისინი მიიჩნეოდნენ არადემოკრატიის მოწინააღმდეგეებად და შესაბამისად ამით ისჯებოდნენ. მერეთიდან ნემხური ძველში ეგვიპტეში მოსახლეობის მდაბიო კატეგორიები, მერეთი ზოგადი ცნება და ნიშნავს ზოგადად მდაბიოს, ნემხურს დაახლოებით იგივეა, რადგან ეს არის მოსახლეობის ზუსტად არ ვიცი ვინ არიანო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მდაბიო მოსახლეობა, რომელიც რეალურად აწარმოებდა მარტივად დოლარს. ომცებთ. ეს ძალიან დაბაგვიანად. აი რატო იგვიანად ასე ძალიან? ოკ, 5 საათზე ასაცობი 6 სოციოლოგია. საერთოდ გაბება. ეხლა ამითხარ მარტო სემინარისტის მოდიხართ. ხო, აბა ეს აბაც მოგაკეთ. მე ამის მე შვიდზე მაქვს კიდე. так, სისახტია. სოლის მიერ განხორციელებული პირველი რეფორმა, რომელიც გულისხმობდა ათენის ატიკის მოდის თქო ოლქის სავალო ქვებიდან გათავისუფლებას და სავალო კაბალის გაუქმებას, რომელიც სამწუხაროდ გავრცელდა თეტების კატეგორიაზე და შესაბამისად ამ რეფორმის შედეგად ათენა არ მხოლოდ გაუკაცრიელებას მოუღო ბოლო, არამედ საბოლოოდ გაუქმდა ათენის მოსახლეობის ვალის გამო, ვალაუვალობის გამო უნდათ გაყიდვა თანაც ატიკის ტერიტორიის მიღმა. სექსუალურის პირველი რეფორმა. დევარაჯი და დანდარბიტი. მეჩვიდნე ინდოეთიდან არის ბრაჰმანიზმის იდეოლოგი დევარაჯი. მოგხსენებათ ეს არის თვითსახურვარი მეფის ხელისუფლება, ანუ ხელისუფლებას გავახმეთებდა არავითარ შემთხვევაში არ არაჯას, ის არ მაინტერესებს ფლოტიც არის, უსაფრთხოებიც არის, ბანკოსა თამაშობს და ასე შემდეგ და დანდანიკი არის იმ შემთხვევაში კვერთხით დასჯაო. ანუ კვერთხით ძალაუფლების სიმბოლო, შესაბამისად დასჯის სიმბოლო. ვის ხელშია? რაჯას ხელშია. როგორ უნდა იყოს რაჯა? ზუსტად ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს არ უთხოვდეს მეფის ხელისუფლება გამართებული და კონკრეტულად მეფე რაჯა და შესაბამისად მის ხელშიო, მოდი ვთქვათ, უგერგილო რაჯას ხელშიო დანდანიკი ძალიან მძიმე შედეგის მომდანი იყო. გამოსვლის ტერმინები იქნება ის. ხო, ყველას გამოსვლის პირდაპირ. იმიტომ ხარ ჩაიწერეთ მეთქი რასაც ვამბობ. იცით, ოკეი. ბელადის რედისტრიბუციული ფუნქცია. ბელადი აღარ მონაწილეობს წარმოებულ შრომაში, თუმცა ის მონაწილეობს მისი ხელმძღვანელობით მოპოვებული ყველანაირი სიკეთის განაწილებაში. განაწილების პრინციპი უკვე იქნება გამომდინარე, რომ მე განსაკუთრებულად, ჩემს სიკვდილი ყოფები განსაკუთრებულები არიან, ჩვენი მეცადინეობი, ჩვენი ხელმძღვანელობით მიიღეთ ეს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ ლომის წილი, ხოლო დანარჩენება ყველაფერი ის, რაც არის დარჩენილი ერთმანეთში გაინაწილეთო. შესაბამისად, აქ უკვე ბელადი აღარ მონაწილეობს, კიდევ მეორე წარმოებულ რეციპროკული განაწილებისგან განსხვავებით. გავიგეთ? ოკეი. მე-19 ეფორატი. ეფორატი არის ლაკედემონში, მე-20 საუკუნის ქრისტესშობილთა მე-20 საუკუნეში შექმნილი თავდაპირველად მხოლოდ 5 კაციანი ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ძალიან იაფი ღირებულების სამოქალაქო დავებს იხილავდა, ხოლო შემდეგ გახდა ყოვლის შემწვევ, რადგან ორი მათგანი აუცილებლად დამოუკავდა ორივე აქაგეთ, საბრძოლო მოქმედებები იქნებოდა თუ
თუ სხვა ღონისძიებები და 7 წელიწადში ერთხელ თითოეული მათგანი მიდიოდა მონაცვლეობით მიდიოდა დელფოსის ორაკულთან, რათა მას მიფიქრეს და რათა მისგან მიიღო ინფორმაცია, რომელი არქაგენტი იყო საფრთხის შემცველი და ის აუცილებლად უნდა გადაეყენებინათ ყოველგვარი მიზეზი, რასაც უწინასწარმეტყველებდა ეს პითია. გავიგეთ? და ბოლო ტრიტიები, ფილები, დემები. ისე პლისტენის რეფორმებით ატიკის ტერიტორიის დაყოფა ადმინისტრაციულ ტერიტორიული ნიშნიდან გამომდინარე. ტრიტიები არის სამი ტერიტორია, ქალაქგარე, სასოფლო ნაწილი, ქალაქი შიგნით და საზღვაო სანაპირო. ვინაიდან გადანაწილება ხდებოდა 2 ერთვის წინააღმდეგ, იქ ძირითადად გაბატონებული მაინც იყო ეოპატრიეტები, საგვარეულო არისტოკრატია, ქალაქის შიგნით და საზღვაო სივრცეში შედარებით დემოკრატიული ჯარში, დემოკრატიული ქალაქის მოდი ასე ვთქვათ, წარჩინებული ნაწილი არ მეზღვაურთან ბრძოლა და ამიტომ 2 ერთზე ყოველთვის ესენი იკებდნენ. თითოეული ტრიტია იყოფოდა 10 ტერიტორიულ რეგიონად, ფილებიდან არჩეოდა 50 წელი და იქნებოდა ეგრეთ ხუთასთა საბჭოური კლისტერის მიერ შექმნილი ბულე. რაც უკვე არჩევნების პრინციპით აქ აღარ მაინტერესებს, წარჩინებულად მაინტერესებს უკვე ადმინისტრაციულ ტერიტორიული რეგიონიდან არჩევნითობა. ქონებრივი პრინციპი აქ აღარ როგორც იყო სლოვენთან დაკავშირებით და უფრო მცირე ფილების შიგნით უფრო მცირე ტერიტორიული რეგიონები, დემები, რეალურად ეს არის მოდი ასე ვთქვათ, უბნებად დაყოფა, ატიკის სივრცის უბნებად დაყოფა. აი ეს არის ორქულიანებში. ახლა წავიდა ერთქულიანებში. რას გულისხმობს სახელმწიფოს წარმოშობის თავისუფლების გზა? ზღვა საზღვაო ცივილიზაციების ზღვაზე ორიენტირებული ეკონომიკურად, სოციალ-პოლიტიკურად, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და ასე შემდეგ. ამ მცირე ტერიტორიების გამო მთელი სიკეთე გადატანილი არის ზღვაზე, ზღვა არის მთავარი საკომუნიკაციო საშუალება და მისი მეშვეობით ცივილიზაციის განვითარება. გავიგეთ? მეორე ძველ ათენში რა დანიშნება ჰქონდა კელეს, ეს არის ნაფიც-მსაჯულთა სასამართლო, რომელიც შედგებოდა 6000 წევრისგან, აქედან აუცილებლად მის შემადგენლობაში თეთრები ცდილობდნენ მონაწილეობას, იყოფოდა 5000 მოქმედი იყო და 1000 რეზერვისტი იყოფოდა ეგრეთ წოდებულ 10 დიკასტერია, თითოეულში იყო 5500 წევრი, შევთანხმდით და 100 რეზერვისტი. საქმე იხილავდა მოდი ასე ვთქვათ, ერთდროულად, კოლექტიურად და რა თავარია პირველი ინსტანციის სახელმწიფოს წინააღმდეგ მართვის დანაშაულის და ზედა ინსტანცია სხვათა რჩევის საქმეების განხილვისას ის აღწევდა ფსეთიზმების, ანუ სახალხო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმეორებას. ხო, ხამურაბის კანონების თანახმად რა სტატუსით სარგებლობდა ავილუმი, ხო თქვით, ანუ სასოფლო თემში მიწათმოქმედების უფლებით აღჭურვილი სრულუფლებიანი მეთემე, რომელიცაც წარჩინებული პირდაპირ თქვა აკადემიური ექსპანსიის შედეგად, რომელიც სასოფლო თემში სარგებლობდა მიწათმოქმედების უფლებით. ძველ ათენში რა ეწოდებოდა თანამდებობაზე ასარჩევი პირების მიმართ მათი კეთილ საერთაშორისო შესამოსვლად განხორციელდა სპეციალური პროცედურა, ზუსტად ეს ყვავდა დოკუმენტაცია მეტი არაფერი. ჩამოთვალე ძველ ათენში და ძველ სპარტას და ძველ რომში ადრეული ტიპის პოლიტიკური ერთეულების თავისებური მეთაურების აღნიშნული ტერმინები. პირველი ათენში ბაზილევსი, სპარტაში არქაგენტები, ხოლო რომში რექსები. და ეს არის სამისტრონი და აქ. წავიდე ჩამოთვალეთ ბრაჰმანების მიერ აკრძალული ძველი ინდური ქორწინების საფრთხეები. ორი ანულომა ქორწინება და პრატილომა ქორწინება. მეტი არაფერი და ორი შეყვამინდა. რა ეწოდებოდა ძველ ეგვიპტეში ჯადის ხელმძღვანელობით მოქმედ სასამართლო ორგანოებს 6 სასამართლო და 30 მოსამართლისგან შემდგარი კაბინეტი. მეტი არაფერი. რას ნიშნავდა ლეგიზმი ძველ ჩინეთში? ფარზე სკოლა, კითხვა, განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეული საერო ხასიათის სამართლებრივი დოქტრინა, რომელიც აღიარებდა მხოლოდ უკაცრეს კანონებს და ადგენდა მკაცრ სასჯელებს. სად და როდის აღმოაჩინეს ხამურაბის კანონების ტექსტიანი ბაზალტის სტელა? 1901 წელს ქალაქ სუზაში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ძველი ელამიტების სახელმწიფოს დედაქალაქში, ფრანგების არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად. და საზოგადოებაში ერთიანობის უზრუნველყოფის და სამხედრო დანაწესების განმტკიცების მიზნით რა ღონისძიებაში მონაწილეობის ვალდებულებას აკისრებდა სრულუფლებიან პარტიად მამაკაცებს CCTV-ში. ზუსტად ეს იყო CCTV-ში მეტი არაფერი. ხამურაბის კანონების თანახმად რა დანიშნება ჰქონდა ინკულ ქონებას? ეს არის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული მუშქებისთვის გადაცემული სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად სახურავი არისტოკრატიისთვის გადაცემული უძრავი ქონება. ოღონდ სამოქალაქო ბრუნვა აუცილებლად არ გადაწყდა. ჩამოთვალე ძველ რომში მოქმედი სახალხო კრებები, კომიცენტურია და კომიცენტურია და კომიცენტრიკუდა მეტი არაფერი. ძველ მესოპოტამიაში რა ეწოდებოდა იმ თავისუფალ პირს, რომელიც მსახურეო არისტოკრატიას წარმოადგენდა, მუშქები მეტი არაფერი.
ძველ ათენში რომელი ორგანოს საქმიანობაში იღებდნენ მონაწილეობას თეთრები? პირველი ეკლესიაში, მეორე ჰელიაში. მე ეკლესია და ჰელია, მეტი არაფერი. ორი სიტყვა. ძველი რომის სამართალი. მოჩადა ძველი რომის რომელი სახელმწიფო ორგანო გამოსცემდა სენატოს კონსულს, სენატი, მეტი არაფერი. ზუსტად ერთი სიტყვა. ჩამოთვალე ძველი ეგვიპტის მდაბიო მოსახლეობის კატეგორიები, მერეთი, ნემხუ და მცირე ნიჭესიო. სამის მეტი არაფერი გვინდა. ძველ ინდოეთში რა ეწოდებოდა ტრაქტატ პოლიტიკური მეცნიერების შესახებ ართაშასტრა და მეტი არაფერი. ძველ ათენში ვინ შედიოდა არეოპაგის შემადგენლობაში? ყველა მოქმედი და ყოფილი არქონტი და მეტი არაფერი. ვისი რეფორმატორული საქმიანობის შედეგად შეიქმნა ძველ რომაული კოდექსის ცენტურია და სერვიუს ტულიუსის და მეტი არაფერი. რა ეწოდებოდა ძველ ელადაში ქრისტეს შობამდე მეხუთე საუკუნეში შექმნით პოლისურ კავშირებს, სიმაქია და მეტი არაფერი. რას ნიშნავდა ოსტრაკიზმი ძველ ათენში? თიხის დაფების სასამართლო, რომელიც წყვეტდა ათენისთვის არა მიუღებელი პირის ათენიდან გაწევრების საკითხს, ათენის პოლისთან გაწევრების საკითხს. რა ეწოდებოდა ძველ ათენში მოქმედ იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც შეიქმნა სოლონის და კრისტიანის რეფორმების შედეგად? ბულე და ჩხილებში 400 საბჭო და 500 საბჭო და ორი იყო სხვადასხვა, თუმცა სახელწოდება ერთი ჰქონდა. რა ეწოდებოდა იმ სპარტიატებს, რომლებმაც კლეროსიც დაკარგეს, პაპატაკებული არის და ამოაყენეს ოჯახის არასწორობის გამო სხვა ფონების მიღებაც არ შეეძლოთ. ჰიპომეიონები და მეტი არაფერი. ხო იყო თქვა მეოქულიანებში რაღაც ჰიპომეიონები. და მეტი არაფერი, ზუსტად ერთი სიტყვა. დაასახელეს ძველ რომში კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებელი სამართლის ისტორიული სისტემები, რომელი იყო? ერთი გვაქვს იუსციბილე, მეორე გვაქვს იუსგენციური და დაამთავრეთ მეტი არაფერი. ძველი ეგვიპტის სახელმწიფო მექანიზმში, რომელიც თანამდებობის პირი ახორციელებდა ქვეყნის რეალურ მართვა-გამგეობას, ჯარი ჩხილებში ჩადიერთდა და იგივე თუ იგიპაცაც მიუთითდა თქო გარდითვალა და მუდარს. მოსახლეობის რომელი კატეგორიები ჩამოყალიბდა ძველ ათენში სოლუნის რეფორმების შედეგად? ის 4 უნდა თქვა, გარდა ამისა, ათენის მოქალაქეები, თეთრები და მონები. უკაცრავად ათენის მოქალაქეები, მეტოიკები, მეტეკები და მონები და ამავდროულად პენტაკოსიომეწინები, 500-იანები, გახსოვთ, ჰიპეები, ზერგიტები და თეთრები. ხო, და გარდა ამისა, ესე იგი, ათენის მოქალაქეები, უცხოელები, მეტეკები, მეტოიკები და მონები, მეტი არაფერი არ მინდა. ჩამოთვალეთ ხამურაბის კანონებში ინკორპორირებული საკანონმდებლო აქტები. პირველი ბილალამას ურნამუს კანონები, ბილალამას კანონები და ლიფიტიშტარის კანონები. რას ნიშნავს ნეოლითური რევოლუცია? მიწისებური მეურნეობიდან წარმოებული მეურნეობაზე გადასვლას. რას ნიშნავს ბელადის მიერ განხორციელებული რედისტრიბუციული ფუნქცია? მომდევნო ლაპარაკი გადავიდეო, რომ ამ მომენტში არ აქვს მონაწილეობას, თუმცა ვინაიდან ის ხელმძღვანელობს ყველაფერს თავის გარემო უცვლიანა, შესაბამისად ის ანაწილებს ყველანაირ დოლარს. რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების დაცვით. მე თავდაპირველად რა ფუნქცია ჰქონდა ძველ სპარტაში შექმნილ ეპოქა ხუთკაციან კოლეგიას? მხოლოდ იაპიკირებულების მარტივი სამოქალაქო თავების გამხდარებელი სასამართლო კოლეგია იყო. ჩამოთვალეთ დანაშაულის სახეები ძველი აღმოსავლეთის სამართლის მიხედვით. რომელი სახე არის დანაშაულის ძველ აღმოსავლეთში? რელიგიის წინააღმდეგ მიმართული და სახელმწიფოს წინააღმდეგ. არჩევი ყველა ვიცით, რომელიც პიროვნების წინააღმდეგ მიმართული, ქონებრივი დანაშაული და რაც თავარია, ოჯახის სიწმინდის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. რელიგიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ რატომ არ ვიცით, დაგიზებავდნენ და იმიტომ არავის არ ჭირდებოდა მათი გასამართლება. ოკეი, შემდეგ რა ფუნქციას ასრულებდა ნუბანდა ძველი ბაბილონის სახელმწიფო მექანიზმში? დიდი ვაზირი და მსოფლიოში პირველი ნოტარიუსი. მსოფლიოში პირველი ნოტარიუსი, კი. როგორ დავადგინეთ? ხო, ეს უბრალოდ ყოველთვის დიდი ვაზირი, ანუ ენსე პატეს ლუგარის შემდეგ რეალურად თემ ძალაუფლების განახორციელებელია და ამავდროულად პირველი ნოტარიუსია მსოფლიო ისტორიაში. რას ნიშნავს ძველი აღმოსავლეთის და ანტიკური სამყაროს სამართალ განვითარების დიქოტომია? რას ნიშნავს? ორი სამყარო, ერთმანეთთან შეპირისპირებული, საერთო და განსაკუთრებული ნიშნების დანახვა. ორი სამყარო სრულად დაპირისპირებული ერთმანეთთან. ჩამოთვალეთ ძველი სპარტის უუფლებო მოსახლეობის კატეგორიები, პედიაკები და ფილოთები. ზუსტად ორი სიტყვა, მეტი არაფერი. რას ნიშნავდა ძველ ინდური დევარაჯის პრინციპი? ღვთისა სურვილი მეფის ხელისუფლებას და არა მეფის უშუალოდ მეფის პიროვნებას, არა რაჯას პიროვნებას, არამედ ხელისუფლების გამბერთებას. მე დაასახელეთ ის სამართლებრივი იდეოლოგია, რომელიც ძველ ჩინეთში კონფუციანელობის საპირისპირო ვრცების წესებს ადგენდა. ფაძა სკოლა, მეტი არაფერი. რას ნიშნავს ეგალიტარიზმი? ეკონომიკურ თანასწორობას გვაროვნული საზოგადოების პირობებში, როცა ეკონომიკური დოვლათი ფიზიკურად არ არსებობდა და ყველაფერი იყო დამოკიდებული მიუთვისებულ მეურნეობაზე. გავიგე? წავიდა.
დაასახელეთ ძველი რომის სახელმწიფოში შემავალი პროვინციების მოსახლეობისთვის მინიჭებული უფლებები. პირველი იუს კომერცია, მეორე იუს მიგრანტი, მესამე იუს სუფრაგი. იუს კომერცია აღებრძოლობაში ჩართვა, ყოველ რა თქმა უნდა, არა რეს მანციპის მიმართ, არამედ რეს მანციპის მიმართ, მეორე რომში ჩამოსახლების უფლება და მესამე თუ ისინი იქ საკუთარ პროვინციაში თავმჯდომარეობას აირჩეოდნენ, აქ იქნებოდა უფლება გამხდარიყო პრეტენზია, გაჩერებოდა გამხდარიყო რომის მოქალაქეები. რა თავისებურად ახასიათებს ანტიკურ მონობას? მონა არ მოლაპარაკე ნივთი, ეს არის კლასიკური მონობა, ინსტრუმენტულ ვოკალია. შეთანხმდები და ბოლო ძველი რომის სერვის გააზატების ამ მანუისირების ყველაზე გავრცელებული 4 წესი. პირველი, ესე იგი, ვერტიკო, ანუ კვაზი სასამართლო პროცესი, მეორე ცენზში შეყვანაო, ანუ რეალურად სახელმწიფო არის და ფიქსირება საცენზო სიაში. ნუ დაგეძინა, მე შეკავ. ნუ დაგეძინა. გავუქმდი. მესამე, ანდერძით გააზატება და მეოთხე, მეგობრების წრეში გააზატება. მეგობრების წრეში ეს არის. მე მოვყავ